რატომ უქრება მამაკაც ინტერესი ურთიერთობის დაწყებიდან ძალიან მალე და რა უნდა გააკეთოს ამ დროს ქალმა? ოდესმე გიგრძნია, რომ მამაკაცი შენს მიმართ მოულოდნელად შეიცვალა. თავიდან ის სულ გწერდა, გეგმავდა პაემნებს, გეუბნებოდა კომპლიმენტებს და საუბრობდა მომავალზე. შემდეგ კი ნელ-ნელა რაღაც შეიცვალა. ძალისხმევა შემცირდა, კომუნიკაცია შეიცვალა, გეგმები შენელდა და შენ საკუთარ თავს დაუსვი კითხვა, რომელსაც თითქმის ყველა ქალი სვამს გარკვეულ მომენტში. რა მოხდა? რა დავაშავე? რატომ შეიცვალა ის დღეს? ახლა კი აგიხსნი ერთ რამეს, რასაც შეუძლია სრულიად შეცვალოს ის, თუ როგორ უყურებ ურთიერთობის საწყის ეტაპს, რადგან ქალების უმეტესობისთვის ადრეული პაემნები ერთი ნახვით სიყვარულს გავს, მამაკაცების უმეტესობისთვის კი ეს პროცესია. მამაკაცები ურთიერთობას უყურებენ როგორც გაყიდვებს, ქალები კი როგორც რომანტიკულ ზღაპარს. თუ ეს განსხვავება არ გესმის, ადრეული ურთიერთობა იქნება დამაბნეველი, ემოციური და არაპროგნოზირებადი. მაგრამ როგორც კი ამას გაიაზრებ, ყველაფერი ას შეიძენს. შენ შეწყვეტ ყველაფრის პერსონალურად მიღებას, შეწყვეტ გამოცნობას და იწყებ იმის დანახვას, თუ რა ხდება სინამდვილეში. მამაკაცები და ქალები ურთიერთობაში სრულიად განსხვავებული ემოციური ვადებით შედიან. როდესაც ქალები იწყებენ შეხვედრას ვინმესთან, ვინც მოსწონთ, ისინი ბუნებრივად იწყებენ კავშირის დამყარებას. ისინი განიცდიან სიახლოვეს, აღფრთოვანებას და ემოციურ მიჯაჭვულობას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ურთიერთობა სადღაც მიდის. ისინი ფიქრობენ, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისი არის. ბევრი ქალისთვის შეხვედრების დაწყება სწრაფადვე აღიქმება როგორც ურთიერთობის დასაწყისი, მაგრამ მამაკაცები ჩვეულებრივ ამას ხვანაირად განიცდიან. ბევრი მამაკაცისთვის ადრეული პაემნები არა ურთიერთობის ფაზა, არამედ ძიების ფაზაა. ეს არის ეტაპი, როდესაც ის გეცნობა, ტესტავს თავსებადობას, აკვირდება თავის გრძნობებს და იმას, თუ როგორ ჯდები მის ცხოვრებაში. ამას მამაკაცები ყოველთვის გაცნობიერებულად არ აკეთებენ. ზოგიერთმა მამაკაცმა კარგად იცის, რომ ისინი ეტაპობრივად მოქმედებენ. ისინი ხვდებიან, რომ ამ დროს გეცნობიან და თავსებადობას აფასებენ. სხვა მამაკაცები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. ისინი უბრალოდ მიჰყვებიან თავიანთ ინტერესს, ცნობის მოყვარეობას და გრძნობებს, მაგრამ პროცესი მაინც იგივეა. ის არკვევს, როგორ მოერგები მის ცხოვრებას, სანამ გულს სრულად გადაგიშლის. და აი, რა ეშლება ბევრ ქალს. საწყის ეტაპზე კაცი ცდილობს საუკეთესო მხრიდან წარმოჩნდეს. ის არის მომხიბვლელი, გეგმავს პაემნებს, იჩენს ძალისხმევას და ცდილობს ქალზე შთაბეჭდილება მოახდინოს. მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მან უკვე გადაწყვიტა, რომ შენ ხარ ის ერთადერთი. ეს სინამდვილეში ძალიან გავს სამუშაო გასაუბრებას. როდესაც ვინმე გასაუბრებაზე მიდის, ის აჩვენებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. იბრძვის ამ შესაძლებლობისთვის და სურს პოზიციის მოპოვება. თუმცა პარალელურად მაინც გადაწყვეტის პროცესში არის. ფიქრობს, ნამდვილად სურს თუ არა ეს სამსახური. ბევრი მამაკაცისთვის ურთიერთობის დასაწყისი ასე მუშაობს. ის დაინტერესებულია, აღფრთოვანებულია, იჩენს ძალისხმევას, მაგრამ მაინც შეფასების პროცესშია. სწორედ აქ იწყება გაუგებრობა, რადგან სანამ ის იკვლევს, ქალი უკვე შეიძლება ემოციურ ინვესტიციას აკეთებდეს. სანამ ის აფასებს, ქალი უკვე შეიძლება მიეჯაჭვოს. სანამ ის ინტერესი ვითარებს, ქალს შეიძლება უკვე ეგონოს, რომ რაღაც სერიოზული დაიწყო. გაუგებრობების უმეტესობა მოდის იქედან, რომ მამაკაცები და ქალები ერთსა და იმავე მოგზაურობას, სრულიად განსხვავებული ემოციური წერტილებიდან იწყებენ. შენ გონია, რომ აშენებთ ურთიერთობას, მას კი ჰგონია, რომ იწყებს პროცესს. როდესაც ძალისხმევა მოგვიანებით იცვლება, ეს ისე აღიქმება, თითქოს რაღაც გაფუჭდა მაშინ, როცა სინამდვილეში უბრალოდ ეტაპი შეიცვალა. ამ ვიდეოში მე გაგიძღვებით ადრეული ურთიერთობის ეტაპებზე, რათა გაიგოთ, რა ხდება სინამდვილეში და აღარ დაიბნეთ მამაკაცებთან მიმართებაში. დავიწყოთ აზროვნების ყველაზე დიდი ცვლილებით. მამაკაცები ურთიერთობას უყურებენ როგორც პროცესს, ქალები როგორც სიყვარულს. თუ მამაკაცებისთვის ეს პროცესია, შემდეგი რამ რაც უნდა გაიგოთ არის ის, რომ მამაკაცებს ადრეულ ეტაპზე არ უყვარდებათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ემოციური გაუგებრობა მამაკაცებსა და ქალებს შორის, რადგან ბევრი ქალი რეალურ ემოციურ მიჯაჭვულობას ძალიან ადრე გრძნობს. რამდენიმე კარგი პაემნის, ღრმა საუბრებისა და მუდმივი ძალისხმევის შემდეგ ეს უკვე მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, გონიათ, რომ რაღაც ნამდვილი იწყება. მაგრამ მამაკაცების უმეტესობისთვის სიყვარული არ არის ურთიერთობის საწყისი წერტილი. სიყვარული პროცესის შედეგია. ის გრძნობს მიზიდულობას, ცნობის მოყვარეობას, აღფრთოვანებას და შესაძლებლობას, მაგრამ მამაკაცებში სიყვარული გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე ქალებში. ემოციური კავშირისა და სიახლოვის მეშვეობით, მამაკაცები უახლოვდებიან დროის, საერთო გამოცდილებისა და დარწმუნებულობის საფუძველზე. ეს დარწმუნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ქალბატონებო, მე არ ვსაუბრობ კომპლიმენტებზე ან იმაზე, რომ თქვენ ეუბნებით მას, რას გრძნობთ. არა, ეს არ არის ის დარწმუნებულობა, რომელზეც მე ვსაუბრობ.
მამაკაცებს მაშინ უყვარდებათ, როდესაც დარწმუნდებიან იმაში, თუ როგორი იქნება თქვენთან ცხოვრება გრძელვადიან პერსპექტივაში. ისინი იწყებენ დაკვირვებას იმაზე, თუ ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში, როგორ უმკლავდებით სტრესს, უთანხმოებებს, როგორია თქვენი ემოციური რეაქციები და რამდენად მშვიდი ან ქაოტურია კავშირი დროთა განმავლობაში. ეს არ ეხება იმას, თუ რამდენად ხშირად ხედავთ ერთმანეთს. ეს ეხება ემოციურ სტაბილურობას და სიმწიფეს. კაცი საკუთარ თავს უსვამს კითხვებს. მშვიდად გრძნობს თუ არა თავს ქალთან. მოაქვს მას სიმშვიდე თუ დრამა ჩემს ცხოვრებაში. არის ის ემოციურად სტაბილური? არის მხარდამჭერი თუ კრიტიკული? ცხოვრება უფრო ადვილი ხდება თუ რთული, როცა ის ჩემ გვერდითაა? ამ კითხვებზე პასუხების მიღება რამდენიმე დღეში შეუძლებელია. ისინი მხოლოდ დროთა განმავლობაში, რეალური გამოცდილებებით ხდება ნათელი. სწორედ ამიტომ გგონიათ ქალებს ხშირად, რომ კავშირი ინტენსიური იყო და შემდეგ მოულოდნელად შეიცვალა. თქვენი პერსპექტივიდან სიყვარული უკვე იზრდებოდა. მისი პერსპექტივიდან კი პროცესი ახლახან დაიწყო. თქვენ ემოციურად წინ მიიწევდით, ის კი ჯერ კიდევ ინფორმაციას აგროვებდა. ეს არის მომენტი, როდესაც ურთიერთობა ქალებისთვის ძალიან დამაბნეველი ხდება, რადგან ზოგიერთი მამაკაცი ძალიან ადრე გეტყვით, რომ მსგავსი რამ არასდროს უგრძნიათ, რომ გრძნობენ, თითქოს მთელი ცხოვრება გიცნობდნენ, რომ თქვენ ხართ მათი ოცნების ქალი და მათ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება თქვენ გარეშე. ქალისთვის ეს ჟღერს როგორც ღრმა ემოციური სიმართლე, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მომხიბვლელობის ნაწილია. ეს არის ადრეული ეტაპის ნაწილი, სადაც ის ცდილობს კავშირის დამყარებას. მან იცის, რომ ემოციური სიტყვები სიახლოვეს ქმნის, იცის, რომ დაიმედება კავშირს ამყარებს, თუმცა მისი სასიამოვნო სიტყვები ჯერ კიდევ არ არის მისი რეალური ემოციური მდგომარეობის გარანტი. სწორედ ამიტომ არის ეს სასიამოვნო სიტყვები ასეთი ძლიერი, რადგან თქვენ გჯერათ, რომ ორივეს უკვე გიყვართ ერთმანეთი, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესშია თუ რას გრძნობს. მამაკაცებისთვის სიყვარული ნელა იზრდება განმეორებითი პოზიტიური გამოცდილებებისა და ემოციური დარწმუნებულობის შედეგად. ახლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც ბევრ ქალს აბნევს. ადრეული ძალისხმევა არ ნიშნავს ერთგულებას. აქ ბევრი ქალი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან ძალისხმევა რეალურია. ის გწერს ყოველ დღე, უნდა თქვენი ნახვა, გეგმავს პაემნებს, გეუბნებათ კომპლიმენტებს და ჩანს დაინტერესებული. ბუნებრივია, თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ქმედებები რეალურია, რადგან ქალების სამყაროში ძალისხმევა ემოციურ ინვესტიციას ნიშნავს. თუ ვინმეში ენერგიას დებთ, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენთვის სულ ერთი არ არის და ხედავთ პოტენციალს. მაგრამ მამაკაცებისთვის ადრეული ძალისხმევა ხშირად მიზიდულობის ეტაპს ეკუთვნის და არა გადაწყვეტილების ეტაპს. ძალისხმევა დასაწყისში გამოწვეულია აღფრთოვანებით და ცნობისმოყვარეობით. ის ტკბება ამ პროცესით, კავშირით, თქვენი აღმოჩენით და იმით, თუ რამდენად ახალი და ამაღელვებელია ეს ყველაფერი. როდესაც რაღაც ახალი და საინტერესოა, ადამიანები ბუნებრივად დებენ მასში ძალისხმევას. გაიხსენეთ ნებისმიერი ახალი ჰობი, მეგობრობა ან შესაძლებლობა. დასაწყისში ენერგია მაღალია, ინტერესი დიდია და მოტივაციაც პიკზეა. ყველაფერი ახალი და საინტერესოა. ურთიერთობები არაფრით განსხვავდება. ადრეული ძალისხმევა უბრალოდ ნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია თქვენ შორის კავშირის გამოკვლევით. ეს ნიშნავს, რომ მოსწონ ხართ, სიამოვნებს თქვენთან დროის გატარება და აინტერესებს, სადამდე შეიძლება ურთიერთობა მივიდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან უკვე გადაწყვიტა თქვენთან ერთად მომავალი. სწორედ ეს არის ხოლმე ქალებისთვის ძალიან გაუგებარი, რადგან როდესაც ქალები ხედავენ ძალისხმევას, ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ კაცი ერთგულია. ამიტომ, როდესაც ძალისხმევის დონე მოგვიანებით იცვლება, ეს ისე აღიქმება, თითქოს რაღაც გაფუჭდა, თითქოს მან ინტერესი დაკარგა ან რაღაც დააშავა. მაგრამ სინამდვილეში ეტაპი შეიცვალა. ის მიზიდულობიდან გადავიდა შეფასების ფაზაში, სადაც აღფრთოვანება ბუნებრივად უფრო მშვიდი ხდება, ენერგია უფრო სტაბილურია და ქცევა ნაკლებად ინტენსიური და უფრო ნორმალური ხდება. თუ ეს ცვლილება არ გესმის ქალს, სწორედ აქ იწყება დაბნეულობა, რადგან შენ გონია, რომ ურთიერთობა ნელდება, მაშინ როცა მის გონებაში გადაწყვეტილების მიღების რეალური პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ასე რომ, ახლა როცა უკვე გესმის, რომ მას ადრეულ ეტაპზე არ უყვარდება და ძალისხმევა არ ნიშნავს ერთგულებას, შეგვიან დავასკვნათ, რომ ურთიერთობა ეტაპებად ვითარდება. ეს არ არის შემთხვევითი ან ქაოტური და ეს პროცესი არ გადადის პირდაპირ მიზიდულობიდან ერთგულებაში. არსებობს ბუნებრივი პროგრესი, რომელსაც ბევრი მამაკაცი გადის. როდესაც ეს პროგრესი არ გესმის, დათქმული შეხვედრები დამაბნეველი და არაპროგნოზირებადი გეჩვენება, მაგრამ როგორც კი ამ ეტაპებს დაინახავ, ყველაფერი ნათელი გახდება. მამაკაცების უმეტესობა 4 ეტაპს გადის: სიმპათია, ინტერესი, შეფასება და გადაწყვეტილება. სიმპათიის ეტაპი დასაწყისია. ეს არის, როცა პირველად გვხვდება, ან პირველად იწყებს შენთან საუბარს. ჩნდება მიზიდულობა,
იღვიძებს ცნობის მოყვარეობა და საუბარი ადვილია. ეს ეტაპი არის მსუბუქი და ახალი. შემდეგ მოდის ინტერესის ეტაპი. აქ ძალისხმევა უფრო ძლიერი ხდება. მას უნდა შენი ნახვა უფრო ხშირად. გეგმავს პაემნებს, უფრო მეტს გწერს, გეუბნება კომპლიმენტებს, დებს ენერგიას კავშირში და გაჩვენებს თავის საუკეთესო ვერსიას. ეს ეტაპი ხშირად რომანტიკული და იმედისმომცემია და სწორედ აქ იწყებენ ქალები ემოციურ ინვესტირებას, რადგან ძალისხმევა რეალურია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილების ეტაპი. შემდეგი ეტაპი არის შეფასება. აქ ენერგია ბუნებრივად იცვლება, აღფრთოვანება მშვიდდება, ტემპი ხდება უფრო ბუნებრივი და ქცევა ნაკლებად ინტენსიური. მამაკაცი წყვეტს შენს მოხიბლას და იწყებს კავშირის გამოცდას რეალურ ცხოვრებაში. ეს ეტაპი შეიძლება დამაბნეველი იყოს თუ არ გესმის, რადგან გარედან შეიძლება ჩანდეს თითქოს ძალისხმევა შემცირდა. და ბოლოს მოდის გადაწყვეტილების ეტაპი. მამაკაცი წყვეტს, სურს თუ არა სრულიად დაგიკავშირდეს და ურთიერთობა სერიოზულში გადაზარდოს. სწორედ ამიტომ არის მოთმინება ასეთი მნიშვნელოვანი. როდესაც ქალები ითხოვენ ერთგულებას, სიმპათიის ან ინტერესის ეტაპზე, ეს ხშირად იმედგაცრუებას იწვევს და ტყის გადაწყვეტილების ეტაპის დაჩქარება შეუძლებელია. ის ბუნებრივად უნდა მოხდეს ადრეული ეტაპების შემდეგ. სწორედ აქ უსწრებენ ქალები გაუცნობიერებლად ურთიერთობის განვითარებას. შემდეგ კი დგება შეფასების ეტაპი. ამ ეტაპზე ქალების უმეტესობა იბნევა. შეფასების ეტაპი არის ის, სადაც კაცის ძალისხმევა ხშირად იკლებს და სწორედ ამ მომენტში სვამს ბევრი ქალი კითხვას, რა მოხდა? დასაწყისში ყველაფერი მარტივი იყო, ის ხშირად გწერდა, გეგმავდა პაემნებს და ჩანდა ენთუზიაზმით სავსე. შემდეგ კი რაღაც იცვლება, მესიჯები მცირდება, დაგეგმვა ნაკლებად ინტენსიურია, ენერგია მშვიდდება. ამ დროს ბევრი ქალი პანიკაში ვარდება. გონიათ, რომ მამაკაცმა ინტერესი დაკარგა, რომ რაღაც დააშავეს, რომ კავშირი ქრება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის კავშირის დასასრული, ეს შეფასების ეტაპის დასაწყისია. ის აღარ ცდილობს თქვენს ეგრეთ წოდებულ მოგებას, ის ცდილობს გაიგოს, როგორია ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში. ის აღფრთოვანებიდან რეალობაში გადადის. ადრეული ეტაპი საუკეთესო მომენტების კრებულს გავს, შეფასების ეტაპი კი ყოველდღიურ ცხოვრებას. ყოველდღიურობა კი უფრო მშვიდი და ნაკლებად ინტენსიურია. ეს ცვლილება ნორმალურია, მაგრამ თუ არ გესმით, ეს ეტაპი პერსონალურად მიგაქვთ. რადგან ჯერ მაღალი ენერგიის ეტაპი გამოსცადეთ, შემდეგ ეტაპზე კი, როდესაც ენერგია სტაბილური ხდება, გეჩვენებათ, რომ ურთიერთობა ისე ვერ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. სინამდვილეში, კავშირი უფრო ღრმა და რეალისტურ ფაზაში გადადის. ეს არის ეტაპი, სადაც ის შენთან ერთად გამოსცის ნორმალურ სიტუაციებს, ჩვეულებრივ საუბრებს და რუტინას. კავშირი აღარ არის მხოლოდ აღფრთოვანებაზე დაფუძნებული, ის რეალურ ცხოვრებას ეყრდნობა. სწორედ ახლა წყვეტს კაცი თუ რას გრძნობს სინამდვილეში. მაგრამ ბევრი ქალი ამ ცვლილებაზე შფოთვით რეაგირებს. ცდილობენ დააბრუნონ ადრეული აღფრთოვანება, უფრო მეტს წერენ, ითხოვენ დაიმედებას და ცდილობენ ურთიერთობა წინ წამოსწიონ. სწორედ აქ იწყება ზეწოლა, რადგან შეფასების ეტაპს სჭირდება სივრცე, სიმშვიდე და დრო. ეს არის ეტაპი, სადაც ურთიერთობები ან ერთგულებაში გადაიზრდება, ან ნელ-ნელა ქრება. აქ მოთმინება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის მომენტი, როცა ბევრი ქალი ამბობს, რაღაც შეიცვალა და ისინი მართლები არიან, მართლაც შეიცვალა, მაგრამ არა ისე, როგორც მათ ჰგონიათ. მან ინტერესი კი არ დაკარგა, უბრალოდ როლი შეიცვალა. დასაწყისში ის ცდილობდა თქვენს მოგებას. ახლა კი ცდილობს თქვენს არჩევას. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა. როდესაც მამაკაცი ცდილობს თქვენს მოგებას, მისი ყურადღება გარეთაა მიმართული. ის ფოკუსირებულია თქვენზე, თქვენს რეაქციებზე, რათა დარწმუნდეს, რომ მოგწონთ ის. ეს არის მიზიდულობის ეტაპი, გაყიდვების ეტაპი. მისი ენერგია შესამჩნევი და აქტიურია. მაგრამ იმ მომენტში, როცა ის გადაწყვეტილების მიღებაზე გადადის, ყურადღება შიგნით მიიმართება და ამას ქალები ვერ ხედავენ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს, როგორ მოვხიბლო ის იწყებს ფიქრს, რას გრძნობ მასთან მიმართებაში. ნაცვლად იმისა, რომ იკითხოს, მოწონვარ თუ არა მას, ის კითხულობს, მინდა თუ არა ეს დინამიკა გრძელვადიანად. ნაცვლად ქიმიისა, ის თავსებადობაზე ფოკუსირდება. თავსებადობა კი მშვიდია. ის გარედან რომანტიკულად ან დრამატულად არ გამოიყურება. ის ჩანს უფრო დაფიქრებულად. მოხიბლის ეტაპი ექსპრესიულია. გადაწყვეტილების მიღების კი შინაგანი და ჩუმია. მოხიბლის ეტაპის დანახვა შეგიძლიათ. გადაწყვეტილების ეტაპის არა. სწორედ ამიტომ იბნევიან ამ ეტაპზე ქალები. ისინი ფიქრობენ, რომ კავშირი ქრება, სინამდვილეში კი რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მამაკაცი თავსებადობაზეა ფოკუსირებული.
ეს არის მომენტი, როცა ურთიერთობა დასაწყისის წერტილიდან გადადის რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე და ხდება არა აწმყოზე, არამედ მომავალზე ფოკუსირებული. ქალების უმეტესობა ვერც კი ამჩნევს ამ ცვლილებას. ეს ეტაპი მომავალზე იმიტომ არის ფოკუსირებული, რომ მამაკაცი გაფასებთ რეალური გრძელვადიანი თავსებადობისთვის, არა მიზიდულობისთვის ან ქიმიისთვის, არამედ თავსებადობისთვის. ამ დროს თუ კი ქალი ჯერ ისევ ქიმიას და ნაპერწკალს ეძებს, მამაკაცი უკვე ფოკუსირდება რეალისტურ კავშირზე, რაც უფრო მშვიდია, ვიდრე ნაპერწკლებით ახსავსე. აქ წესები იცვლება, ქიმია და მიზიდულობა სვამს ერთ კითხვას. მომწონს ის, შეფასება კი სვამს სრულიად სხვას. შემიძლია მასთან ერთად ცხოვრების აშენება. მამაკაცი აკვირდება თუ როგორ გრძნობს თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში შენთან ერთად. გახსოვდეთ, მამაკაცები ძალიან კარგად მიჯნავენ ქიმიასა და თავსებადობას და გრძელვადიანი ურთიერთობისთვის ირჩევენ აუცილებლად თავსებადობას. ამ დროს მამაკაცი არ არის ჩაციკლული ისევ შენს გარეგნობაზე ან ქიმიაზე. ის აკვირდება, როგორია ცხოვრება შენს გვერდით. როგორია კონფლიქტი, სტრესი, ჩვეულებრივი დღეები, კომუნიკაცია. გრძელვადიანი ურთიერთობები არ შენდება მხოლოდ ამაღელვებელ დღეებზე, ისინი შენდება ჩვეულებრივ დღეებზე. აქ აკვირდება შენს ყოველდღიურ ემოციებს. მაგალითად, ხარ თუ მშვიდი თუ ადვილად ფეთქებადი, ხარ მხარდამჭერი თუ კრიტიკული, ხარ მადლიერი თუ მომთხოვნი. შენთან ურთიერთობა არის მშვიდი თუ სტრესული. რაც შეება მამაკაცში გრძნობების გაღვივებას. მამაკაცებს სიყვარული დროთა განმავლობაში მიღებული ემოციური გამოცდილებით უნდებათ, არა სიტყვებით ან დაპირებებით, არამედ განმეორებითი გამოცდილებით. სიყვარული მათთვის გადაწყვეტილებაა. ისინი კითხვას სვამენ, არის მასთან ყოფნა სიმშვიდე თუ ზეწოლა? აადვილებს ის ცხოვრებას თუ ართულებს? არის ეს ურთიერთობა უსაფრთხო თუ სტრესული? სწორედ ამიტომ სჭირდება შეფასების ეტაპს დრო. ამ ყველაფრის განსჯა ერთ კვირაში ან ერთ თვეში შეუძლებელია. ეს მხოლოდ დროთა განმავლობაში ხდება ნათელი. აქ ყალიბდება გრძელვადიანი გრძნობები ჩუმად და ნელა. და ქალების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ ეს ეტაპი მიმდინარეობს. ახლა ვისაუბროთ ქალების გამოცდილებაზე. თუ კი სანამ მამაკაცები ნელა მიიწევენ მიზიდულობისა და შეფასებისკენ, ბევრი ქალი უკვე ემოციურად ინვესტირებულია. ქალები ემოციურ სიახლოვესთან ერთად იწყებენ მიჯაჭვულობას. როდესაც ქალი იწყებს შეხვედრას მამაკაცთან, რომელიც მოსწონს, მისი ტვინი სხვანაირად მუშაობს. ყურადღება ვიწროვდება, ემოციური ენერგია კონცენტრირდება კაცზე და კაცისადმი ცნობისმოყვარეობა ემოციურ ინვესტიციად იქცევა. შენ იწყებ მასზე მეტ ფიქრს, საუბრების გახსენებას, დეტალების შემჩნევას, იწყებ შესაძლებლობების წარმოდგენას და აგებ ფანტაზიებს მომავალში. მამაკაცი კი რეალურ ფაქტებზე და რეალურ მოცემულობაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს, შენ კი წარმოდგენებზე. ემოციური კავშირის გაჩენა ქალისთვის ძალიან იოლად ხდება. ეს შეიძლება ძალიან ადრე მოხდეს, რამდენიმე პაემნის ან ღრმა საუბრის შემდეგ, რადგან ქალებისთვის ემოციური კავშირი ყურადღებასთანაა დაკავშირებული. როდესაც მამაკაცი იჩენს ყურადღებას, ტვინი იწყებს უსაფრთხოებისა და პოტენციალის აღქმას. გონება კითხულობს, შეიძლება ეს რაღაც რეალური გახდეს? შეიძლება ეს იყოს ჩემი ადამიანი? ნელ-ნელა თქვენი ემოციური სამყარო მის გარშემო იწყებს გადაწყობას. წყვეთ სხვა მამაკაცებზე ფიქრს და ფოკუსირდებით ერთ ადამიანზე. ეს დიდი ცვლილებაა, რადგან სანამ ის ჯერ კიდევ იკვლევს, თქვენ უკვე ინვესტირებას აკეთებთ. რაც დრო გადის, ეს ინვესტიცია ღრმავდება. იწყებთ საერთო მომავლის დაგეგმვას, რომელიც ჯერ არ მომხდარა. და აი მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს ემოციური ინვესტიცია ბუნებრივად და რეალურად გეჩვენებათ. გონიათ, რომ ურთიერთობა წინ მიიწევს. მაგრამ ემოციური ინვესტიცია არ არის იგივე, რაც ურთიერთობის პროგრესი. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენი მიჯაჭვულობა იზრდება. აქ იწყება ვადების შეუსაბამობა, რადგან იმ დროისთვის, როცა მამაკაცი შეფასების ეტაპს აღწევს, ბევრი ქალი უკვე ემოციურად დაკავშირებული და იმედით სავსეა. თქვენი პერსპექტივიდან რაღაც მნიშვნელოვანი უკვე ყალიბდება, მისი პერსპექტივიდან კი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ეს განსხვავებაა სწორედ დაბნეულობის მიზეზი. ეს ის მომენტია, სადაც ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ერთმანეთს ეჯახება. აქ იბადება დაბნეულობა, რადგან ემოციური ვადები სრულიად განსხვავებულია. შენ ემოციურად წინ მიიწევ, ის კი ჯერ კიდევ წყვეტს. შენთვის კავშირი უკვე მნიშვნელოვანია, მასთან თავშინაურულად გრძნობ. გონია, რომ რაღაც ნამდვილი იქმნება. მაგრამ მისი პერსპექტივიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა დაიწყო. ეს შეუსაბამობა ქმნის ემოციურ დაძაბულობას, რადგან როცა ინვესტირებული ხარ და შედეგში დარწმუნებული არ ხარ, ტვინი ცდილობს სიმშვიდის პოვნას. იწყებ ზედმეტ ფიქრს, ანალიზს, მცირე ცვლილებების შემჩნევას შეტყობინებებსა და ტონში.
პატარა რამ დიდ მნიშვნელობას იძენს. დაგვიანებული პასუხი ან გაუქმებული შეხვედრა საგანგაშო ხდება. ტვინი ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას, საით მიდის ეს ყველაფერი. გარდა ამისა, უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს. ურთიერთობის საწყისი ეტაპი მომხიბვლელობის ეტაპია. აქ მამაკაცი ცდილობს შენს მოხიბლას, რათა მოგეწონოს და გააგრძელოს მისი ნახვა. ამიტომ ამბობს რომანტიკულ რაღაცებს, ხატავს ლამაზ მომავალს, საუბრობს მოგზაურობებსა და გეგმებზე. ქალებს ხშირად ესმით ეს სიტყვები და ფიქრობენ, მან უკვე ამირჩია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მას ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ის ჯერ კიდევ პროცესშია. ეს არის მიზიდულობის ენერგია, მაგრამ გადაწყვეტილება მოგვიანებით მოდის. ქალებს ემოციურად ადრე იმიტომ უყვარდებათ, რომ სჯერათ ემოციური სიტყვები საბოლოო გადაწყვეტილებას ნიშნავს. მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ დროის, გამოცდილებისა და შეფასების შემდეგ მოდის. სწორედ ამიტომ აქვს ქმედებებს მეტი მნიშვნელობა, ვიდრე სიტყვებს. სიტყვები კავშირს ქმნის, დრო კი სიმართლეს ავლენს. აი რატომ არის საჭირო ქალები მიხვდნენ, რომ ურთიერთობა სჭირდება ნელა განვითარება, რომ არ აჩქარდნენ ემოციურად და არ ჩათვალონ, რომ ადრეული სიტყვები ერთგულებას ნიშნავს. როდესაც აკვირდებით ქცევას დროთა განმავლობაში, თავსებადობა ბუნებრივად ჩნდება. მაგრამ როცა ადრეულ სიტყვებს ეყრდნობით, დაბნეულობა გარდაუვალია. ეს ის ეტაპია, სადაც ბევრი ქალი იჭედება ბუნდოვან ზონაში, არც ურთიერთობაში ხართ, არც მარტო და არ იცით რა ხდება. ასე გადის თვეები და ზოგჯერ წლებიც კი. მოდით ყველაფერი შევაჯამოთ. მამაკაცები ურთიერთობას უყურებენ როგორც პროცესს, ქალები როგორც სიყვარულს. მამაკაცები იწყებენ მიზიდულობით, ქალები ემოციური კავშირით. მამაკაცებს ადრეულ ეტაპზე არ უყვართ. ადრეული ძალისხმევა არ ნიშნავს ერთგულებას. ძალისხმევა იკლებს, როცა შეფასება იწყება. ის წყვეტს თქვენს მოხიბლას და იწყებს თქვენ შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ის აფასებს გრძელვადიან თავსებადობას და სანამ ეს ხდება, ბევრი ქალი უკვე ემოციურად ინვესტირებულია. აქ კარგავენ ქალები დროს, რადგან ისინი სერიოზულად იღებენ იმას, რასაც მამაკაცები ამბობენ, ნაცვლად იმისა, რომ უყურონ, რას აკეთებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ქალებს ნაადრევად სჯერათ სიტყვების. კაცი ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს უგრძნია, რომ ხედავს მომავალს და შენნაირ ქალს პირველად შეხვდა. შენ კი გჯერა, რომ მან უკვე აგირჩია. მაგრამ ადრეული პაემნები მხოლოდ შესაძლებლობაა და არა საბოლოო გადაწყვეტილება. მამაკაცებს არ უყვარდებათ ერთ დღეში. ისინი არ დებენ პირობას ერთ კვირაში. რეალურ გადაწყვეტილებებს დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ქმედებები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც ქალებს ნაადრევად სჯერათ სიტყვების, ისინი ემოციურად ნაადრევად იბოჭებიან. წყვეტენ სხვა ადამიანებთან შეხვედრას, დებენ მთელ ენერგიას და ქმნიან მოლოდინებს. შემდეგ კი იმყოფებიან ბუნდოვან ზონაში და ცდილობენ გაიგონ რა ხდება. კვირები თვეებად იქცევა, თვეები კი წლებად. ყველაზე რთული კი ისაა, რომ ქალების უმეტესობა ვერც კი ხვდება, რომ გაიჭედა. ისინი უბრალოდ გრძნობენ დაღლილობას, დაბნეულობას და ემოციურ გამოფიტვას. სწორედ ამიტომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ვეხმარები ქალებს მამაკაცების გაგებაში, ურთიერთობების გაგებაში და რაც მთავარია იმაში, რომ აღარ დაკარგონ დრო სიტუაციებში, რომლებიც წინ არ მიდის. თუ ახლა თავს დაბნეულად გრძნობთ მამაკაცის გამო, თუ ვერ არქმევ სახელს მის ქმედებებს, თუ გინდა გაიგო კაცის რეალური მოტივები და შენდამი რეალური დამოკიდებულება, მაშინ გამოიწერე ეს YouTube არხი. წინ კიდევ მრავალი საინტერესო თემა გელოდება. ხოლო თუ გსურს ამ საკითხებთან, მათ შორის დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიიღო პრაქტიკული ცოდნა, გირჩევ წაიკითხო ჩემი 2 წიგნი, ქალური ტრანსფორმაცია და ის, რაც დედამ არ გასწავლა. ეს 2 წიგნი მამაკაცთან ურთიერთობების მართვისთვის გახდება შენი სამაგიდო წიგნი. ბოლოს კი ვიტყვი, რომ მთავარი განსხვავება ქალსა და კაცს შორის არის ის, რომ კაცები ბევრად თავდაჯერებული შედიან ურთიერთობაში. ეს იმაში ვლინდება, რომ ქალის სითბოსა და ყურადღებაზე არ სჭირდებათ მიჯაჭვა. ისინი ჯერ აფასებენ, რამდენად ხედავენ ამ ქალს თავიანთ ცხოვრებაში და მერე იწყებენ გრძნობების განვითარებას. ქალის შემთხვევაში კი მაშინვე ხდება გრძნობების განვითარება. ქალი ეჯაჭვება კაცს მიუხედავად იმისა, ეს კაცი ცხოვრებას უუმჯობესებს თუ უარესებს. როცა კაცი ერთ მცირე დეტალსაც კი აღმოაჩენს, რის გამოც ფიქრობს, რომ ქალთან არ უღირს ურთიერთობის გაგრძელება, რაც არ უნდა თვეების ურთიერთობა იყოს, ქალს უპრობლემოდ ეუბნება უარს. ქალი კი უამრავ გასამართლებელ საბაბს გამოიგონებს, რომ ეს მცირე დეტალები რაც ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე მცირეა, როგორმე გადაფაროს. შესაბამისად, ქალები ბევრად მოწყვლადები არიან, როცა საქმე მიდგება თვით სიყვარულზე. ხშირ შემთხვევაში
ნაადრევი ემოციური მიჯაჭვულობა კაცისადმი ვითარდება იმიტომ, რომ ქალს აკლია სიყვარული. ამ სიყვარულის დანაკლისს კი კაცთან განცდილი ემოციების მოზღვავებით არაჩვეულებრივად ინაზღაურებს. ხშირად, ქალს ის კონკრეტული კაცი კი არ უნდა, არამედ ის სითბო და ყურადღება, რაც კაცთან ურთიერთობას მოაქვს. კაცის ყოლა განმტკიცებს იმ ფაქტს, რომ ის სხვებს შორის აირჩიეს, რომ ის ერთადერთია. ეს კი ქალბატონებო არის საკუთარი თავის მოტყუება. მოტყუებაა, იმიტომ რომ შენ კაცის სიყვარული კი არ გჭირდება, არამედ გჭირდება თვითსიყვარული. მესმის, რომ გარემო მოწყობილია იმისათვის, რომ კაცმა განიმტკიცოს თავდაჯერებულობა. მესმის, რომ ქალი ყოველთვის კაცზე მეტად ბევრად იჩაგრება და მსხვერპლია ბევრი სტერეოტიპის. მაგრამ ამ გვერდის ფუნქციაც არის ის, რომ ეს გარემოება ნათლად დაგანახოთ და კიდევ ერთხელ გაგააზრებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალმა იზრუნოს საკუთარ თავზე და გამოიმუშავოს საკუთარი თავის სიყვარული. ეს არის ამ ვიდეოს დასასრული, თუ გაგიჩნდა კითხვები, შეგიძლია გამიზიარო ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში. ასევე, არ დაგავიწყდეს გამოიწერო Instagram გვერდი. ამ ვიდეოს მოწონებით და არხის გამოწერით კი მე მაძლევ მოტივაციას კიდევ მრავალი აქტუალური საკითხი განვიხილო საჯაროდ. დროებით.